სამწუხაროდ. ნუ თევზაძე ხო იცი ყველა მიცით ახლა როგორც დადიოდა რა ფოთელაც ასე თუ ისე არის ვიდეოები ნაკლები მაგრამ ხო ვიდეოები ხო გამსემლიძე შეიცნობდი კარგად. კი, ვიცნობდი გიორგის და ვიდეოები და ისე ნაკლები ცოტა სოფოსტობა იყო, მაგრამ გიორგი აი ბორბალი რასაც ქონდა ყველაფერს მაგრად ატარებდა და მით უმეტეს BMW-ს და თვითონაც ყავდა და რა ხა ქალაქში მაშინ გაზაობები იყო და თევზის სადაც გადაეყრებოდა გიორგი გამცემლიძეს იქ ყოველთვის გიორგი იყო პირველი გამცო კი გამცო ყოველთვის ჯობნიდა თევზის და სულ გიждდებოდა ისიც რომ აი ისიც მაგარი ჯინიანი იყო და იგიждდებოდა თან ამას ემპიატი ყავდა ამას სოროკი ყავდა 34 და 39 ყავდა და გამცემლიძეს ყავდა 39 სოროკი მექანიკა და აი მაგითი რა და აი სერიოზული ფოთელის ძალიან მაგარი ბიჭი იყო ძალიან მაგრად დადიოდა და აი მე ამ ორს უფრო შევადარებდი ფოთელს და გამცოს არა ფოთელს და თევზაძეს უფრო შევადარებდი უფრო ერთად დადიოდნენ ერთად ერთი თაობის ის არის და აი ხო ხა რუსთავში ძველ რუსთავზე კარტინგის ტრასაზე აი ფოთელი რა ბევრად კლასიკურად და ბევრად მაგრად დადიოდა და ბევრად რისკიანად არ ვიცი აი ისე ლამაზად ხაი ფლობდა რა აი არც უხეში გადასვლა ხატავდა კარტინგის ტრასაზე რომ დაიწყებდა ვაფშე თავიდან ბოლომდე ძველ რუსთავის ავტოდრომზე დოსაფის ტრასაზე იქ შუაში იყო კარტინგის გზა და აი მან და პრამეკიდან ძმაო ალბათ მესამეში აყენებდა აი ისეთი სიჩქარით რომ აი ლისიჩკა შაგიული და ლისიჩკა მაშინ რა გიდრო რუჩნიკი გიდრო კონტროლკი ცხოდო აყენებდა ტიპი და აი თლიანად ხატავდა მზან რომ დაიწყებდა კაროჩე არ გამოყავდა და ხატავდა იმენა ის აი პლაუნი გადასვლების თავისი და ის რომ ერთ-ერთ ზედმეტს ხო იცი ვარ კაი გამოძრავდები ლამაზად და რავი აი რაღაც უფრო ბევრად მომწონდა იმის სიარული რა ვიცი ჩემი აზრი ესეთია რა ბევრად უფრო ლამაზად დადიოდა ბევრად უფრო ტექნიკურად და რაღაც გამცოც გამცემლიძე ნუ ჰაი კლასის მძღოლი იყო და ვაშტა მაგარი ბიჭი და მძღოლი ძალიან სამწუხაროდ გიორგის შემთხვევა ცოტა სხვა არის ავარია არ მოსულია იქ პატრულ გადაამეტა რაღაც შემთხვევა იყო იარაღი გავარდა და მაგეთი და ნუ და ბიჭები ავარიაში ხო აი სამწუხაროდ არავინ არ არის დაზღვეული მაგარი მძღოლიც კი